თეატრულუკიანი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდნენ. როგორც იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, მთავრობის მიზანია დემოკრატიის მშენებლობა ინსტიტუტების დონეზე. ლუკიანმა ევროკომისრებს იმ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც მისი უწყება ახორციელებს. ფულე და მალმსტრომი უწყებათა შორისი კომისიის მუშაობითაც დაინტერესდნენ. მალმსტრომმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ვიზების ლიბერალიზაციის პირველ ფაზას შეაფასებენ. დავახასიათო როგორც შეხვედრა საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი წევრისა იმ ევროკომისრებთან, რომლებმაც ეს მთავრობა უკვე გაიცნეს, კარგად გაიცნეს და რომლებიც გახდნენ ჩვენი მოკავშირეები იმ რეფორმაში, რომელსაც ჩვენი მთავრობა უძღვება და რომელშიც ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია იუსტიციის სამინისტროს. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელმაც სტრატეგიული არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ და რომელიც მართლა ძალიან დიდი მოთმინებით და შრომის მოყვარეობით მიჰყვება საკუთარ მთავრობას. ამ შეხვედრის ძირითადი მნიშვნელობა იმაშია, რომ კვლავ ნათლად იქნა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისა და მისი ძალისხმევისადმი, რაც გამოიხატება მის ევროპულ ამბიციებში, ასევე განხორციელებულ იმ რეფორმებში,